მოგეხსენებათ სულ მალე ბზობის დღესასწაული მოგვადგა კარს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ბზის მოჭრაზე კონტროლი გაამკაცრა. ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედება და რომელიც ჯარიმებსაც ითვალისწინებდა და სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ დღეს ჩვენთან სტუმრად არის ტყის დაცვის სამმართველოს უფროსი გიორგი მამადაშვილი. მოგესალმებით, მადლობას მოგხსენებთ მოსბრძანებისთვის და თუ შეიძლება რომ მაყურებელს ვუთხრათ, რატომ გახდა აი ამ კონტროლის ესეთი გამკაცრება წლევანდელი ბზობის დღესასწაულთან მოახლოებით? პირველ რიგში დიდი მადლობა ამ თემით დაინტერესებისთვის და მოწვევისთვის. ამ საკითხზე გვაქვს ჩვენ ისეთი ტენდენცია, როდესაც მოსახლეობა უკვე ხვდება, რომ არის დასჯადი, ასე უკანონოდ ბზის კალმების აჭრა, თუნდაც ბზობის დღესწაულის წინა პერიოდში. თუმცა მაინც იყოს საჭირო, რომ გამკაცრებულიყო კანონი, რადგან ბზა არის გადაშენების საფრთხის წინაშე, ძალიან ბევრი გამოწვევების გამოვლა მოუწია. დღეს გვაქვს ძალიან კარგი შედეგები, თუმცა მაინც რახან საჭიროება იყო, რომ გამკაცრებულიყო, სწორედ ამიტომ დაისვა ეს საკითხი, რომ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოს და უფრო მეტად დავიცვათ ჩვენი კოლხური ბზა. ძირითადად რა დარღვევებს აწყდებით ამ პერიოდში და გარდა ესეთი პერიოდისა, თქვათ აღდგომას გულისხმობ, ხო? სხვა პერიოდებშიც თუ არის თუ ერჩიან ბზას. არის ერთეული შემთხვევები, როდესაც თვითონ ძირის ამოძირკვა, როგორც თქვენ ახსენეთ, ამოძირკვაც დაფიქსირებულა, თუმცა უმეტესად არის მხოლოდ კალმების აჭრა. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, სარეალიზაციოდ შემდგომ, მაგრამ უნდა მივყვეთ წესებს და არ დავარღვიოთ კანონი. შესაბამისად, გარკვეული შემთხვევები მაინც არის ხოლმე განსაკუთრებით ამ პერიოდში ტოტების აჭრა და არის უამრავი საშუალება, რომ თქვათ ოფიციალურად კონდეს ადამიანს რეალიზაციაში თვითონვე თავისივე ეზოში მოზარდი ბზისგან ტოტები აჭრილი, დაფესვენებული და შემდეგ უკვე ქოთნით გაყიდო შეუძლია უპრობლემო. იცით რა მაინტერესებს? აი მოსახლეობა, მაგალითად მე ჩვეულებრივმა საზოგადოების წევრმა, როგორ უნდა განვასხვაო, ეს არის კანონიერი გზით მოპოვებული ბზა თუ დაუშვათ აი ესე როგორც თქვენ ამბობთ. მადლობა ამ კითხვისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა, როდესაც ვყიდულობთ ქუჩაში ან სადმე ბაზარზე რაიმე პროდუქტს, არასოდეს ვკითხულობთ მის წარმოშობას ან რაიმე სარეგისტრაციო დოკუმენტს. თუმცა ყველას, ვისაც აქვს გაყიდვაში, მას უნდა კონდეს ან ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან აღებული ადგილწარმოშობის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ეს ადამიანი თუნდაც არის კერძო მოსაკუთრე და თავის ეზოში გამოყავს სარეალიზაციოდ ეს ბზები. და არის უამრავი ოფიციალური სანერგე, სადაც ასევე ხდება ბზების დაკალმება, ზრდა, შემდეგ სხვადასხვა ხნოვანების ქოთანში გადატანა და შემდეგ გაყიდვა. და ამათ აქვს ყველა ოფიციალური დოკუმენტი, რომ რეალიზაციაში შეიტანოს. შესაბამისი ესეთი მეურნეობებიც, რა თქმა უნდა, არსებობს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ძალიან ბევრია სხვათა შორის, როგორც თბილისში, უფრო მეტად სხვათა შორის რეგიონებში უფრო არის ისეთი სანერგები, რომლებიც არათუ უცხოეთიდან ჩამოტანილ მცენარეებს ასე ვთქვათ უკეთებენ რეალიზაციას, არამედ საქართველოში გამრავლებულსაც კი, ასე რომ ბევრგან არის ნამდვილად და ყველას შეუძლია მიმართვა. საქართველოში არსებული ის კონკრეტული ჯიში, გარდა იმისა, რომ ადამიანები ერჩიან, ასე რომ ვთქვათ და დასჭირდა სახელმწიფოს ჯარიმების დაწესება ამის გამო, ასევე მავნებელი ერჩის, ასე რომ ვთქვათ. ამ მიმართულებით როგორ გვაქვს სტატისტიკა, როგორც ვიცით, გასული წლებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა არის ბზის მავნებლისგან დაზიანების მიმართულებით. ბზის ალური ესე ქვია. ბზის ალურა. დიახ. სწორად აღნიშნეთ, აი როგორ გვაქვს საქმე ამ მიმართულებით. როგორ ვებრძვით მავნებელთან ერთად ასევე ყავს ექვსფეხა მავნებელიც. თუმცა ეხლა არის ძალიან კარგი და დამაიმედებელი მდგომარეობა, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ჩვენ კოლხურ ბზას ჯერ კიდევ 2007 წლიდან ეტყობოდა უკვე პირველ რიგში იყო ბზის სიდამწვის გაუნწევის სოკო, რომელმაც დაუწყო ასე ვთქვათ დაზიანება. შემდეგ უკვე გაჩნდა ეს ბზის ალურა, როგორც თქვენ ახსენეთ, ეს არის პეპელა, მავნებელი პეპელა, რომლის
მხოლოდ ლარვის სტადია, მატლის სტადია აზიანებს ბზას. და ამაზე ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 3 წლიანი საკმაოდ რთული ღონისძიებები განახორციელა. წამლავდით 550 ჰექტრამდე ფართობს სხვადასხვა რეგიონში. და შემდეგ ერთი ფართობიც ავარჩიეთ, რომელსაც საკონსერვაციოდ დავიცავდით აგრესიული მეთოდით. ამაზე კაცში ვხედავთ, სწორედ იმ ღონისძიებას. ამ დროს ვიყენებდით ჩვენ ბიოლოგიურ პრეპარატს, ეს არის ბაქტერიას დამზადებული, ბაცილუს ტურინგიენსის ბაზაზე დამზადებული და ძალიან ეფექტური იყო ახალგაზრდა ხნოვანების ლარვებზე, ანუ აი ახლად გამოჩეკილი კვერცხიდან გამოჩეკილი რაც იყო და იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც სტადიები იყო არეული, რამაც ცოტა გაართულა ეს ჩვენი ღონისძიებები, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენი დახმარებით, ასევე ბუნების და კლიმატური პირობების დახმარებით მოხდა ამ ბზის ალურას პოპულაციის განადგურება, ასე ვთქვათ, და მათი რიცხოვნობის ალურაზე რო დავასრულოთ, ხო, და შემდეგ ჯარიმებზე გადავიდეთ. ამას საქართველოს ყოველთვის ებრძოდა თუ საიდანმე მიგრირებულია ეს პეპელასის ჯიში, რაც ებრძვის მაგალითად ლას. მათი ისტორია ოფიციალურად არის ცნობილი, როგორ მოხდა საერთოდ მსოფლიოში მისი მიგრაცია. მათი მთავარი, ასე ვთქვათ, სამშობლო არის ჩინეთი და ჩინეთი აწარმოებს განსაკუთრებით. ძალიან ბევრი რამეა სამწუხაროდ ჩინეთთან დაკავშირებული და დეკორატიული ბზის ბუჩქები ყველაზე აქტიურად იყიდება ჩინეთიდან მსოფლიოში და 2000 წლებიდან დაიწყო ევროპულ ქვეყნებში ბზის ალუროს გავრცელება და ნელა-ნელა მოგვიახლოვდა ჩვენც და ჯერ კიდევ 2012 წელს თუ გახსოვთ სოჭის ოლიმპიური თამაშების დროს სწორედ იმათ შეუკვეთეს იტალიიდან ეს ბზის ნარგაობები დეკორატიული მიზნებისთვის და იმას შემოყვა უკვე სოჭში. იქედან დაიწყო გავრცელება, შემდეგ უკვე ჩვენთან სამეგრელო მოიცვა, იმერეთი, გურია, კახეთიც კი შესაძამია, ასე ვთქვათ. საზღვარზე სხვათა შორის არის ფიტოსანიტარიის შესაბამის სამსახური, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, როდესაც ესე ხდება ნებისმიერი ხელმძღვანელის იმპორტი, შემოტანა, თუმცა ეს იმდენად ვერაგი მავნებელია, რომ შეიძლება ისეთ სტადიაზე იყოს აი ამ ტრანსპორტირებისას, რომ მარტივი არ იყოს თვალით შემჩნევა. იმიტომ რომ ძალიან მცირე ზომის არის მაგალითად კვერცხები, რომელსაც ეს პეპელა დებს თან ფოთლის ქვედა ნაწილზე და ასე შემდეგ. იმ პერიოდში თან ყველამ არ იცის რა მავნებელს შეიძლება საქმე და ადგილობრივი ჭია ეგონოს, ასე რომ ვთქვათ. იცით რა მაინტერესებს, რომ დავუბრუნდეთ ახლა ბზას და ამ ესე ვთქვათ ადამიანებს, ვინც არა ოფიციალური გზით, ესე ვთქვათ, მოიპოვებს ამას. როგორც ვიცი, ჯარიმები 500-დან 2000 ლარამდე მერყეობს, მაგრამ თუ დაუშვათ ზიანს მიაყენებენ სადღაც 1000 ლარის ფარგლებში, ამ შემთხვევაში უკვე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას. აი რომ განგვიმარტოთ რა ჯარიმებთან გვაქვს საქმე. აი სწორედ იმ ტენდენციის გამო, რომ მაინც ჯერ კიდევ ფიქსირდება ბზასთან დაკავშირებული დარღვევები, ამიტომ გახდა ასე ვთქვათ, გამკაცრება ამ ჯარიმების. სწორად ახსენეთ, რომ 500-დან 1000 ლარამდე არის, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციული ჯარიმა, აი როდესაც რეალიზაციის პერიოდში შეიძლება პოლიცია მივიდეს, ან იგივე თქვენც რომ მიბრძანდეთ და მოითხოვოთ რაიმე ადგილწარმოშობის დოკუმენტი აქვს თუ არა, თუ არა აქვს, უკვე ისინი შესაძლოა დაჯარიმდნენ. ამიტომ მოუწოდებთ, კიდევ ერთხელ მადლობა, იმიტომ რომ ხალხთან უნდა მივიტანოთ ყველა ეს ინფორმაცია, ზოგმა არ იცის ჯერ კიდევ. ამიტომ ვაწვდით ესე ინფორმაციას თქვენი გადაცემების და სხვადასხვა ვიდეო რგოლების საშუალებით ყველას, ასე ვთქვათ, ინფორმაციას ვაწვდით, რომ მოიპოვონ, გაამრავლონ და რეალიზაციაში შეიყვანონ ოფიციალური გზებით. და რამდენად მუშაობს ეს საინფორმაციო კამპანიები გასულ წლებთან შედარებით? გვაქვს გაუმჯობესება სტატისტიკაში? აი ახლა ჯერ იმასთან დავასრულებ, რომ აი 1000 ლარზე რო ახსენეთ თქვენ, იქ როდესაც გარემოზე გარდა ჯარიმისა ხდება გამოცვლა გარემოზე მიყენებული ზიანის და ეს დამატებითია. და თუ არის 1000 ლარი ან 1000 ლარზე მეტი, უკვე კვალიფიცირდება როგორც სისხლის სამართლის პასუხისგებლობა.
ხოლო თქვენ რომ ახსენეთ, რამდენად მიდის ასე ვთქვათ ადამიანამდე მსგავს ტიპის კამპანია, ნუ მოჭრი ბზას უკვე წლებია ჩვენ ვახორციელებთ. დიახ, ჩვენს ეთერში რამდენჯერმე. არაერთხელ ყოველწლიურად არის ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ჩვენს სოციალურ ქსელში შეიძლება ვთქვათ განვათავსოთ ეს ინფორმაცია, რეგიონებს დაურიგოთ ფლაიერების ან სხვადასხვა შეხვედრებზე გავავრცელოთ, ასევე სატელევიზიო ეთერით არის უმნიშვნელოვანესი და შეხვედრები სტარდება რეგიონებში მოსახლეობასთან, განსაკუთრებით იმ აქტივისტებთან, რომლებიც მოხალისეობის მიზნით ბევრ ესეთ ტიპის აქციებში ღებულობენ მონაწილეობას და ეს კარგი ტენდენცია და ხალხი არათუ უკანონოდ ჭრის, არამედ უკვე დარგვაში ღებულობს მონაწილეობას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ დადებითი ტენდენცია ნამდვილად შეიმჩნევა. აი ზუსტად ეს მინდოდა, აი რამდენად ეფექტური აღმოჩნდა აი ამ ტიპის კამპანია და აი სტატისტიკურად დავუშვათ, აი რასაც თქვენ ალბათ უფრო თვალს ადევნებთ, რა შეგიძლიათ რომ გითხრათ. აი თუნდაც თქვენ რომ შეადაროთ, თქვათ 10 წლის წინანდელი ან 5 წლის წინანდელი ბაზარი, თუნდაც ქუჩებში რომ იყიდებოდა, ადრე იყო მხოლოდ ტოტები, ეხლა უკვე დაფესვიანებული ბზის კალმები არის. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნაც გაიზარდა დაფესვიანებულ ბზაზე, შესაბამისად ადამიანი ყიდულობს მას და უკვე სახლში აქვს უვლის, როდესაც მოდის ბზობის და აღდგომის დღესასწაული, გაგვაქვს ეკლესიაში და ასე შემდეგ ისევ ვაბრუნებთ, ვაკურთხებთ შემდეგ სახლში. ეს არის სწორედ ის ერთი ხაზგასმელი ტენდენცია და წარმატება, რომ მხოლოდ ტოტებით აღარ შემოიფარგლება ეს ბრწყინვალე დღესასწაული და ბზაზე ნაკლები ზეგავლენა ნეგატიური ადამიანის მხრიდან. დიახ, კოლხური ბზაზეც როგვითხართ, რომელიც გადაშენების პირას არის როგორც და რამ გამოიწვია ეს კოლხური ბზა ზოგადად ჩვენი საამაყო სახეობის ხე არის, ეს არის უმნიშვნელოვანესი ერთ-ერთი კოლხური ტყის ტიპის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ჯერ კიდევ მილიონი წლის წინათ იყო, ასე ვთქვათ, გადაურჩა ამ ჩვენს გეოგრაფიულ მდებარეობაში ეს კავკასიის რეგიონის არის ძალიან მნიშვნელოვანი გეოგრაფიული წერტილი, სადაც ბევრმა ესეთმა მნიშვნელოვანმა სახეობამ გადაირჩინა თავი გამყინვარებას. შესაბამისად ეს რელიქტი სახეობაა და იზრდება სწორედ იმ სხვა მნიშვნელოვან სახეობებთან, როგორიც არის უთხოვარი, ლაფანი, წაბლი და ასე შემდეგ. ჩვენ ამით ვამაყობთ, არის სხვა სახეობებიც, რომელიც ბუნებრივადაც ვრცელდება, ასე ვთქვათ, ჩვენი ბუნებრივი წარმოშობის ტყეებში, თუმცა მთავარი არის კოლხური ბზა. და ეს გადაშენება მისი საფრთხე, ასე ვთქვათ, გამოიწვია გარდა იმისა, რომ ადრე განუკითხაობა რო იყო, მას აქვს ძალიან მაღალხარისხიანი, მაგარმერქნიანი, ასე ვთქვათ, მერქანი. მერქანით არის ძალიან ცნობილი, შესაბამისად გამოიყენებოდა სხვადასხვა ხის ჭურჭლის და მსგავსი ტიპის რაღაც დასამზადებლად. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ასე ვთქვათ, ბზის და ძვირადღირებული, რაც მთავარია. ამაზე უკანონო ჭრები იყო ძალიან დიდი ხნის წინ. შემდეგ უკვე კლიმატურმა პირობებმა ხელი შეუწყო, რომ აი ეს სოკო რაც ვახსენეთ, ბზის სიდამწვის გაუმწვევის სოკო, ის გაჩნდა შემდეგ ბზის ალურა და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არ არის ფართოდ გავრცელებული კოლხური ბზა, ესე ყველგან, ყველა ტყეში. აქვს თავისი სპეციფიური არეალი, ეს არის ხეობები, სპეციფიური კლიმატი, უნდა იყოს მაღალი ტენიანობა და სწორედ ამ მცირე გავრცელების გამო კიდევ უფრო ზეგავლენის დროს უკვე საჭიროებდა წითელ ნუსხაში შეყვანას. ძალიან დიდი მადლობა. ესე შეჯამების მხრივ მოდით ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ნუ მოჭრით ბზას უკანონოდ, შევიძინოთ მხოლოდ კანონიერი გზით და ესე ვთქვათ, დაფესვიანებული ყველაზე კარგი ვარიანტია, რადგან ბევრჯერ და ძალიან დიდხანს გაგიძლებთ და ჩვენი სტუმარი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ იყო ტყის დაცვის სამმართველოს უფროსი გიორგი მამადაშვილი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.